გიორგი ჩიკვაიძეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჰქონდა სამი შუამდგომლობა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას აქვს უტყუარი აუდიო ჩანაწერები, რაც ადასტურებს მისი თქმით იმას, რომ ივანიშვილმა მისმა გარემოცვამ და პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე თავიდან ბოლომდე შეკერა. დღეს აუდიო ჩანაწერები გიორგი ჩიკვაიძემ სასამართლოს მეხსიერების ბარათზე წარმოუდგინა, თუმცა მოსამართლემ მოსთხოვა, რომ ყველა ეს მტკიცებულება წარადგინონ CD დისკის მეშვეობით. მანამდე კი ივანიშვილის სასამართლომ მიიღო მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები და სავარაუდოდ შემდეგ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე გიორგი ჩიკვაიძის მოთხოვნას და გამოიკითხება თუ არა პროკურატურის ყოფილი შეფი ირაკლი შოთაძე. გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მას აქვს ეს მტკიცებულება აუდიო ჩანაწერი და სწორედ ამის საფუძველზე ითხოვს ირაკლი შოთაძის გამოკითხვას, ასევე ითხოვს ელგუჯა თურმანიძის გამოკითხვას. ის არის ბიზნესმენი და გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ყველა აუდიო მტკიცებულებას ის წარუდგენს სასამართლოს, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე საინტერესო გარემოება იყო ის, რომ დღეს მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძეს მოსთხოვა, რომ ეს მტკიცებულებები წარუდგინოს თავდაპირველად პროკურატურას, თუმცა გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება მხოლოდ სხდომათა დარბაზში, რადგან ჩიკვაიძე ფიქრობს, რომ თუ ამ მტკიცებულებებს წინასწარ ნახავს პროკურატურა, ამას ბრალდების მხარე გამოიყენებს სათავისოდ და საქმეს კიდევ უფრო შეკერავს. დღეს ვაყენეთ შუამდგომლობას კვლავ ირაკლი შოთაძის აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით და ვითხოვთ ირაკლი შოთაძის დაკითხვას, რაც პირდაპირ პროპორციული იქნება ამ აუდიო ჩანაწერის განხილვაში, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩემი ღმერთმენით ჩვენი საქმის სრულ აბსურდულობას, როგორ მოხდა სამოქალაქოდან სისხლის სამართალში გადატანა, ვინ შეკერა ეს საქმე, ვის ინიციატივა იყო და რატომ წამოიღეს აჭარიდან ეს საქმე და როგორ მოხდა თბილისის 90-იანი წლების ფინანსურ პოლიციაში. ირაკლი შოთაძის დაკითხვას რა უხდას? როდესაც გეუბნებათ ბრალდებული. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ნაწილია, თორემ მე მასთან კითხვები კიდევ ბევრი მაქვს. და მინდა რომ თქვენ იყოთ ამის ხელმძღვანელი. მას მერე რაც ეს ჩანაწერი მოხდა ჩემ ხელში. აი ეხლა ხას დაახლოებით ერთი კვირა. გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. დღეს საჯაროს გავხდი მე ამ ჩანაწერს. თელმა საზოგადოებამ მათ შორის თქვენს ამ ბატონმაც მოისმინონ და შემდეგ სასამართლოზე წარმოვადგენ უკვე მოთხოვნას მისი დაკითხვის თაობას. კი ბატონო, მაგრამ საჯარო თუ გახდით, ასე ვერ გაიგებს პროკურატურა? არა, მე უბრალოდ ყველას ეცოდინება და მანამდე მათ შანსი რჩებათ, რომ იმოქმედონ და მილიონ გზას მიმართონ, როგორ თქვენ ეხლა ხელმძღვანელობთ შეკერილ საქმეს არ დაგავიწყდეთ ქალბატონო ისა. მეორე შუამდგომლობა გახლავთ ჩემი და ელგუჯა თურმანიძის სატელეფონო აუდიო ჩანაწერი. ელგუჯა თურმანიძე ინტენსიურად ახორციელებდა, როდესაც მან იცოდა რა ვალდებულება ჩვენ მის წინაშე ჰქონდა და 2 დღეში თანხა უნდა მიგვეწოდებინა. გამოარკვია წყარო, საიდანაც ეს თანხა უნდა მიგვეღო, მივიდა იმ ადამიანებთან, ასე ვთქვათ, უთხრა რომ ეს თანხაო თქვენო მანო მოგიგოთო და არ მისცეთო ამ ხელმოგებაზე გავიდაო. ანუ мотиваციის ნაწილში ფიქრობ, რომ ეს აუდიო ჩანაწერი თქვენთვისაც როგორც ამ საქმის მოსამართლისთვის. აი რომელიც თან გვაქვს და ეხლა ამას მოგაწყვით ამ შუამდგომლობასთან ერთად. რაც შეეხება მესამე შუამდგომლობას, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ საქმეში იკვეთება ახალი გარემოებები. მაგალითად, გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ საქმეს უნდა დაერთოს მის მიერ მოპოვებული ვიდეო მტკიცებულებები, სადაც მისი განმარტებით კარგად ჩანს, რომ საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის დროს მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრები, ვიდეო მტკიცებულებები აქვს და ის მზად არის, რომ ეს მტკიცებულებები სასამართლოს გადასცეს. ყველა ამ შუამდგომლობას აუდიო ჩანაწერებს და ვიდეო მასალას გიორგი ჩიკვაიძე უკვე რამდენიმე საათში მიაწვის სასამართლოს და სავარაუდოდ უკვე შემდეგ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდება დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე იზა კელენჯერიძე მის სამ შუამდგომლობას. მესამე შუამდგომლობა შეეხება საგამოძიებო ნაწილს. მაგალითად თქვენ არაერთხელ გაგჩენიათ ჩვენთან ესეთი კომენტარი, რომ აქამდე რატომ არ დავაყენებთ? აქამდე ვერ დავაყენებით ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ გამოძიების პროცესში ჩვენზე ხორციელდებოდა საკმაოდ სოლიდური ზეწოლა. რისი ამსახველი ვიდეო მასალაც ჩვენ გვაქვს, აქამდე არ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ლეპტოპი აღვადგინეთ და ეს მასალებიც ეხლა გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი.
ეს მინდა იყოს საქმეში ჩადებული იმის პროპორციულად და იმის საპირწონედ თუ რატომ შეიძლებოდა ჩვენ თავის დროზე არ გვეთხოვა და დაგვეყენებინა მეტი შუამდგომლობები. აი ეს ვიდეო ჩანაწერი და ჩვენზე ზეწოლა მათ შორის არტაზიშვილის კაბინეტში, მათ შორის გამომძიებელთან ამის ვიდეო ჩანაწერებზე საუბარი. ამას ეხლა კი ესეც ფლეშკაზე გვაქვს, ამასაც დისკზე დაგიტოვებთ. და ესეც მინდა რომ იყოს გათვალისწინებული. ახლა საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კლანის სასამართლო და აკმაყოფილებს თუ არა გიორგი ჩიკვაიძის მოთხოვნას ირაკლი შოთაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით და მიიღებს თუ არა იმ აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს, რომელიც გიორგი ჩიკვაიძემ უნდა წარმოადგინოს.